საღამოშვიდობის მთავარი მიღწევა ამ მოძრაობის მიღწევაზე მეტად მთავარი მოცემულობა, რომელიც დადგა, არის ის, რომ ეს არის ჭეშმარიტი საერთო სახალხო რევოლუცია. რევოლუცია უკვე. და ყველაზე მეტად რაც აგიჟებს იმ ისედაც ამ სფეროში საკმაოდ წარმატებულ ადამიანს ვერ აღმოაჩინა, ვერ მიხვდა ამ ყველაფერს რა უდგას სათავეში, ხო? მის ტვინში ხო ყველაფერი ასე მუშაობს, ვიღაცას უნდა დავალება მისცე და მე ის წავა და უსიტყვოდ ამ დავალებას შეასრულებს. ვიღაცა შეიძლება კომპრომატი დაუდო, წავა ყურმოჭრილ მონად იქცევა. ვიღაცა შეიძლება ფული გადაუხადო, უკადრებელს იკადრებს. აქ ვერ ხვდება აი ამის ანატომიას, ვერ ხვდება, ვერ ხსნის და ის ფაქტი, რომ აი ამ პროცესს ამ სამკვირიან პროცესს არ ყავს ერთი ან თუნდაც რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი, ფეისი, სახე, ხო? ეს არის კარგი. ამიტომ ამბობ, რომ ეს არის ალბათ პირველი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ჭეშმარიტად საერთო სახალხო რევოლუცია, რომელსაც არ გააჩნია ესეთი ცენტრალიზებული მართვა. ამდენად უფრო ძლიერია ის. როდესაც ეს თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმარქვია ხელისუფლების და დე-ფაქტო რუსული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გავანეიტრალეთო 400 კაცი დავიჭირეთო და დღეს ის მოღალატე ჩვენ კი ვიცინით, მაგრამ ის ქალბატონი რა გვარია მოროშკინაზის ოკუპანტის ეთერში მოსკოვში და ამაყობს ამით, რომ 400-ზე მეტი კაცი დავიჭირეთო და აი ესენი რომ დაიჭირეს და გონიათ რომ ამით გაანეიტრალეს, ახლა მე ყოველდღე ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, მათზე პატარებთან, ზოგს მათზე დიდებთან, რომლებიც იძახიან, რომ გამორიცხულია ჩვენ არ გავჩერდებითო. ვიღაცას დაიჭერენ 10 ახალი გამო ჩვენ ამათ პირობებში ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ეს არის თავარი მიღწევა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ აი ოპოზიცია ვახსენეთ, ხო და ოპოზიციას კრიტიკას ჩვენ არასდროს ვაკლებდით, მაგრამ რავი მე გავიხსენებდი რამდენი ერთი თვის წინანდელ თუ ცოტა მეტის წინანდელ განცხადებებს თუ უკვე თავის მართლების რეჟიმი იყო თუ არ ვიცი, ანუ კამპანიური ამოვიდა მესიჯები, რომ არ გამოდის ხალხი ძმაო და რა უქნათ, ხო? აღმოჩნდა რომ ხალხი გამოდის, ხო? მას ხელი არ უნდა შეუშალოთ, მას ცოტა უნდა მივეხმაროთ, ვისაც რითი შეუძლია. ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეძლებს, ვერც ოპოზიცია, არც იქნება სწორი და კარგია რომ მცდელობაც არ აქვს თუ ამას თავზე დააждდეს და არც რომელიმე ყუტოკი თუ რაღაც ინტერეს ჯგუფი. ეს ასე გაგრძელდება და ეს უზრუნველყოფს იმ შედეგს, რომ ივანიშვილი ვერ მიიღებს მისთვის მთავარს და ყველაზე სანუყვარს ლეგიტიმაციას. ჩვენ უყურებთ ხო როგორ გასაცოდავებულ დღეში არიან, როცა ვიღაცას ხვდებიან. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ რაზე შეხვდნენ, რაზე ილაპარაკეს, რას მიაღწიეს, რა დაისახეს. გვაღიარესო, აი რაღაც საბავშვო ბაღის ჟურნალისტებსაც ზუსტად ასე მიმართავს, რომ მაღიარებ, მე შოთა არველაძეს რო ეძახის მოვიდეს, რატო უნდა შოთა იმიტომ უნდა მივიდეს, რომ აღიარების ნაწილში ჩაეთვალოს, რომ შოთა მას ელაპარაკება, როგორც თითქოს პრემიერს და ასე შემდეგ. მდგომარეობაში არის მთელი ეს ელიტა და დღეს ახსენა ერთმა და გავიმეორებ აი ღირსებით ევროპაშიო და ღირსებით ევროპაში კი არა ღალატით შეიყვანა ჩეჩმაში მთელი ეს კოცელიტა ივანიშვილმა, სადაც მათი ერთადერთი სანუკვარი ოცნება და მთავარი მიზანი არის რომ ვიღაცამ აღიაროს. მათ დასაუბედროდ და ჩვენ დასაბედნიეროდ ეს აღიარება არ იქნება. მეტიც სირია ახსენეთ თქვენ და სირიაში რა მოხდა? დამარცხდა რუსეთი და რუსეთის დამარცხებით საქართველოს უკვე მოიპოვა პირველი გამარჯვება, ვინაიდან იქიდან ქვეყნის ახალმა მეთაურმა გააძევა გააძევა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დადასტურებული ცნობა არის, გავრცელდა ეს ინფორმაცია და მივიღებთ, თუმცა რა ტრაექტორიითაც მოძრაობს, ეს შედეგი სრულიად მოსალოდნელი იქნება ის ხელმძღვანელი. ხო, რაც შეეხება იმას თუ ქვეყანაში რა ვითარება, არ მინდა რომ ჩვენ აი ამ პოზიტივის ფონზე, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, გულარხეინად ყოფნის უფლება მივცეთ ჩვენ თავს, ვინაიდან მოდი ასე ვთქვა, ჯერთი ძალიან მიხარია, რომ სავლე პავლეთიქცა და სალომე ზურაბიშვილი დღეს იმ ტექსტებს ლაპარაკობს, რასაც ბევრი პატრიოტი ლაპარაკობდა, როცა ის ირჩეოდა. ეს სხვა შორის მაგ გულწრფელად თქვა, დღევანდელი გამოსვლის დროს თქვა, რომ როგორ ჩანს ვერ ხვდებოდ, გვიან მიხვდებოდა და გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი, რაც კარგად უნდა დაგვენახა. ამაზე, იმიტომ რომ მანამდეც დაიწყო, მაგრამ არ არის ეს არსებითი, ძალიან კარგია უბრალოდ საუბარი იმაზეა, რომ თუ და ის აბსოლუტურად მართალია და რაც პირადად მე ამას უკვე ვამბობ, რომ 21 წელი დგას, მაგრამ თუ 21 წელი დგას, წარმოიდგინეთ ახლა რომ ქვეყანაში შემოდის ერგო ორჯონიკიძე, თეთრ ცხენზე სიკვდილიცელი და როგორც არის ხო იმ ლექსში და არა მხოლოდ ლექსში და ბრიტანეთი და საფრანგეთი რო ეუბნებოდნენ 21 წელს, წარმოიდგინეთ ეს ვითარება, რომ სერგო ორჯონიკიძე და შენ ბუდუმდივანი და კიდევ ვიღაცაებს ვიზებს არ მოგცემ საფრანგეთში, ხო? ძალიან მიხარია რომ ჩვენ გვერდშია ჩვენი დასავლეთი თლიანად ასე ერთსულოვანი არასდროს ყოფილა
იდეური მხარდაჭერის თვალსაზრისით, სულისკვეთებით, აღიარებით ქართველი ერის, ანუ დღეს შედგა ამათი სრული დილეგიტიმაცია და ქართველი ერის მისწრაფებების და ევროპული იდენტობის სრული ლეგიტიმაცია. ეს საფრთხის ქვეშ იყო, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ იყო სულ, ხო? სულხან საბადან მოყოლებული მანამდეც მერეც, სულ ამას ვეუბნებოდით ევროპას, რომ მანდ ვარ, ცოტა აქეთ ვართ გეოგრაფიულად, მაგრამ თქვენზე უფრო ევროპელები ვართ და დღეს არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ადგას ეს, არამედ ბერლინიდან და ბრიუსელიდან გვესმის, რომ თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. ეს მოხდა, მაგრამ არ არის ეს საკმარისი ვინაიდან ჩვენს მეორე მხარეს მართლა ეს ცინგლიანები დიდი ბოდიში, მაგრამ ნუ რაც აბოდიშო მანდარი ხო, ანუ ეს მდინარაძეები და ვიღაცები ხო არ არიან. მეორე მხარეს არის რუსეთი, ამათ მისდით პირდაპირ მესიჯები. მეორე მხარეს არის რუსეთი მთელი თავისი ფინანსებით, მთელი თავისი კგბ-ს რესურსით, კგბ პირობითად ხო, SVR, GRU, FSB, რომელსაც ქართველი ერის ფსიქოტიპი აქვს ჩამოწერილი 200 წელი აღწერილი, იცის აი იმასავით საზღვაო ბრძოლასავით, აი აქ დააჭერ, აქ აფეთქდება, აქ დააჭერ, ეს იქ და ამ ტრიგერზე ასე იერია. სამწუხაროდ ასეა, ჩვენზე კარგად გვიცნობდა, ხო? იციან როგორ რა რეაქციები გამოიწვიონ, აი ამ რესურსით, ამ რესურს ემსახურება მათი ტევენაძეში და პოსტივი და კიდე რამდენიმე სადეზინფორმაციო საშუალება, მთელი სახელმწიფო რეპრესიული აპარატი და აქეთ არის ეს მიამიტი, კაი გაგებით მიამიტი, ვინაიდან გმირობას, მოდი ასე ვთქვათ, გმირობის აუცილებელი პირობა არის მიამიტობა. ანუ ძალიან ნაფიქრი კაცი ალბათ გმირი ვერ გახდება. ხო, აი ეს მიამიტობა არის გმირობის, ეროვნული გმირობის წინაპირობა. შესაბამისად, აქეთ ამ მხარეს არის ხალხი და აქეთ ამ მხარეს არიან ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ აი ამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიფიქრებთ და ვიზებს შეუზღუდავთ და სერგო ორჯონიკიძეები არიან ესენი, კი, ტალახიანი ჩექმების ნაცვლად, რაღაცა ისეთი ანოუკის ისინი აცვიათ, თუ კიდე რაღაცეები აცვიათ, ანუ ცოტა გასვეცკდნენ რა, მაგრამ შინაარსობრივად ესენი არიან, არ აინტერესებთ და წავლენ დუბაიში, გადაიტანეს, ხო? ხო ვიცით, ყველაფერი გადაიტანეს დუბაიში. თქვენი აზრით, ვინ არიან ის სუბიექტები, რომელთაც ამ ტიპის ორგანიზებულობის კუთხით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, ნდობაც ექნებათ და რესურსიც? ეს უნდა გამოკვეთოს თვითონ პროტესტმა. ამის ხელოვნურად გაკეთება არც გონივრულია, არც შედეგიანია და ყოველთვის, როდესაც ლიდერი ინიშნება ან მისი წარდგენა ხდება ვიღაც უფრო დიდი ავტორიტეტის მიერ, ესეთი ლიდერი არ არის ეფექტური. მარტივად რო ვთქვათ, არ არის ეფექტური, არ აქვს შესაბამისი ავტორიტეტი. ეს უნდა ამოიზარდოს ამ პროცესიდან, შეიძლება არც ამოიზარდოს, ახლა უკრაინაში მაიდანი როცა იყო და ეს შედარება ჩვენ არ მოგვიყვანია, ხო? 10 წელია ოცნება ამ შედარებას აკეთებს თავის თავს აიგივებს იანუკოვიჩის რეჟიმთან, იმ დროიდან მოყოლებული, კალაძე იძახთან უგეშინიათ კრიზისი გრუშევსკის ქუჩას არ ცდებაო და დღემდე ესე არიან, ანუ ანტიმაიდანი არის მათი განწყობა და საერთოდ არ დაგიდევენ იმათ, რომ თვითონ თავსვე წარმოაჩენენ როგორც რუსული რეჟიმი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფენომენი, ახლა რაც ახსენე გიორგი, რომ ტიტუშკების ფენომენი შემოიყვანეს, ბოლო დღეებია, გაიყვანეს ოფიციალური მოძალადეების სტატუსიდან და რიგებიდან უკანა ფლანგზე დაწიეს მათი ეგრეთ წოდებული ოფიციალური სტრუქტურები, რომელსაც მე დღეს არ ვიცი რა სტრუქტურები, რეალურად ბანდფორმირებები არიან და წინ გამოყარეს აი შპანა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რასაც სამწუხაროდ არ მიეცა დღეს სათანადო შეფასება კი არა, უბრალოდ არა საკმარისად ბევრი ხალხი არ ლაპარაკობს, ეს რო ადრე მომხდარიყო, სადაც არ უნდა მომხდარიყო, საგიჟექტი იქნებოდა, ანუ გუშინ გიორგი ვაშაძეზე იყო თავდასხმა და ეს იყო, ხო, მე არ ვიცი, მაგრამ ანუ ზოგადად ეს ანუ ცენტრალური თემა უნდა იყოს, ხელისუფლება კლავს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს. კლავდა. ეს ადამიანი ქუჩაში დადეს შორს. როცა ხელისუფლებას ამბობთ, ზუსტად იმიტომ ვამბობთ, რომ რეაგირებების ხარისხით მაპატიეთ, ხო, რა ხელისუფლება რეჟიმი. რეაგირების ხარისხით ხელისუფლების ჩვენ ხედავთ, რომ ისევ გვეტყვია, ხო, აღიარეთ. მეტი არ იყოს ჩვენ გაღიარებთ, მეტი არ იყოს, მაგაზე უკეთ არ ყოფილიყავით თქვენ, მაგრამ ვიმეორებ, ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში მივდივართ იმ სურათისკენ და ეს დაადასტურა სხვათა შორის რადიო თავისუფლების ეთერში კი არა და საიძე დადებულმა კვლევამ, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობის 65% მხარს უჭერს პროტესტს. ხოლო ახალგაზრდებში ეს რიცხვი არის 76%. IPN-ს კვლევა, მაგრამ ნუ არ აქვს ამას. რადიო თავისუფლებაზე იყო, ხო, კი ბატონო, მართალი ბრძანდებით და
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ოცნების ხარდაჭერა არის რაღაც 22%. ეს არის ნებისმიერ დემოკრატიულ ან ნახევრად დემოკრატიულ ქვეყანაში კატასტროფულად დაბალი ციფრი, რაც ნიშნავს, რომ ძალა, რომელსაც აი ასეთი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ძალადობით. ეხლა ეს ყველაფერი უკვე თქვა ივანიშვილმა 29 აპრილს. მან თქვა, რომ იანუკოვიჩი არ გეგონოთო, ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ვისვრი და მაინც არ წავალ. და ამ მდგომარეობაში აყენებს ხო თავის რა დავარქოთ ხელქვეითებს ყველაზე შეურაცხყოფელი და ხა ჩვენ უნდა გამოვიმუშავოთ რაღაც ემოციური მდგრადობა ამის მიმართ, იმიტომ რომ მათი თითოეული გამოჩენა არის თითოეული ჩვენგანის პირადი შეურაცხყოფა, საღიაზრის შეურაცხყოფა, სინდისიერების შეურაცხყოფა, გამოწვევაა ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომელსაც აი ამ სიშლეგეს აწვდიან და ნუ უკვე აღარ ასე საინტერესოც აღარაა ბევრი აღნიშნავდა რომ თავის მომხრეებს რამდენად არსებენ პატივს რომ აი ამას ამ საკვებს უგდებენ, მაგრამ ნუ ჯანდაბამდე გზაქონიათ ხა უკვე ძალიან პატარა ბავშვი იხარშებიან, მაგრამ ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ესენი მოქმედებენ ძალიან რუსული მეთოდით. არ არსებულ ამბავს ყვებიან და მერე ცდილობენ ძალადობით რეალობას შეუსაბამონ აი ამ დაწერილ სცენარს, ხო, როგორც არ არსებულ ბულის ბოლო საინტერესო მაგალითი იყო გუშტელი ფაქტი, როცა ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აიძულეს, რომ გამოსულიყენ და ეთქვან, რომ ტყუილია ეს ყველაფერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ეს ვიღაც უცნაური კაცი ასე საჯაროდ ღია ტყუის. ნუ მე გიმეცნიება ამ რაღაცაზე, მაგრამ წარმოვიდგინეთ საქართველოსთან როგორც სახელმწიფოსთან მიმართებაში რა მასშტაბის რეპუტაციული ზიანი არის ეს ყველაფერი თუ კიდევ რამდენიმე რაღაც დროში გაგრძელდა ეს. ამიტომ აი ერთ დავასრულებ, ანუ სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, უნდა გავაგზავნოთ იმ გზაზე, რომელზეც ვართ, ანუ არანაირი დანებება, არანაირი შენელება, არანაირი ეჭვი, არანაირი ლეგიტიმაცია და თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან. ესენი არიან ხუნტა, საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი, ვიმეორებ, არამხოლოდ შეურიგებელ განწყობაზე, არამედ მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება გააგზავნოთ თანაცხოვრება აი ამ საღიაზრის მიღმა მყოფ რეჟიმთან. წინა აქ ჩვენამდე ყავდათ გიგი უგულავა, რომელსაც ვეთანხმები იმაში და მეც დიდი ხანია ამას ვამბობ, ეს არ არის ხელისუფლება რეჟიმი, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, რომელსაც შეიძლება ეთანხმებოდნენ, არ ეთანხმებოდნენ. ეს არის მტრის რეჟიმი, ანუ რუსული ჰიბრიდული ადმინისტრაცია საქართველოს. ანუ აპრიორი დისკვალიფიცირებულია ამ ქვეყნის სათავეში ყოფნისგან, ანუ აპრიორი უნდა გამთავისუფლოთ მათგან და როცა საუბრობენ ახლა ისევ ოპოზიციის დამცველად შეიძლება გამოუდგენ, არ გამოუდგენ, მაგრამ საუბრობენ აი ვინ მოგწონთ, ხო ესეც მათი პიარის ნაწილია და ნებისმიერი აი ოპოზიციის ჯოხი რო გადააგდო, ვისაც არ უნდა მოხვდეს, იმას აჯობებს 2, 3 და 10 თავით, ვინც დღეს ლაპარაკობს ქართული ოცნების სახელით. კომპეტენციით, სინდისით გამოსთ ყველაფრით აბსოლუტურად. შეიძლება ჩვენ არ მოგწონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ევროპული სტანდარტები გვაქვს. ჩვენ შეიძლება მეტი გვინდოდეს ბევრად, მაგრამ დღეს ვისაც ივანიშვილი ალაპარაკებს, ნებისმიერი აი შემთხვევითი შერჩევით ოპოზიციონერი ყველაფრით აჯობებს. სინდისით, გამოცდილებით, ხედვით, პატრიოტიზმით, ნუ პატრიოტიზმის ყველა აჯობებს, ხო? ხო და ამოცანა არის ის, რომ დღეს დასავლეთი ცოტა მეტად დაგვეხმაროს. მადლობა ზაზა, იმედია გამიგრძელდა ამ ნაწილში სიტყვა, მაგრამ ეს საკვანძოა, იმიტომ რომ დასავლეთის რაც არ უნდა იდეალისტები ვიყოთ, დასავლეთის ქმედითი და არა მხოლოდ ანუ ფინანსური სანქციებიც არ არის. მნიშვნელოვანია რეჟიმის შიდა სისტემური ჩამოშლისთვის, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ან დასავლეთის ეს აქტიური მოქმედება, როგორც სიგნალი ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ზუსტად რეჟიმის. უბრალოდ დავამატებდა, ბოლომდე არ გამმარტავ ამას, მაგრამ ფინანსურ სანქციებს არ ჩამოუნგრევია მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი რეჟიმი. არ ჩამოუნგრევია. დისკომფორტი მიუყენებება არ ჩამოუნგრევია. ფინანსურ სანქციებს უნდა მოყვეს კიდევ უფრო მეტად ბევრად ქმედითი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ ცივი ომის რეჟიმში, აქეთა მხარეს არის რუსეთი და თავისუფლების მტრები და ჩვენ ვიმყოფებთ თავისუფლების მხარეს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს ჭირდება ქმედითი მხარდაჭერა გარდა ფინანსური და სავიზო შეზღუდვებისა.